გამარჯობა, დღეს ვისაუბრებ ინტერვალებით გამეორებაზე. ინტერვალებით გამეორება ეს არის სწავლის მეთოდი, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგიურ ფენომენს. ის ემსახურება ცოდნის გრძელვადიან მეხსიერებაში გადატანას და ამისთვის არის გარკვეული მოდელი შემუშავებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ტვინი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიქვას ინფორმაციას მნიშვნელოვნად, თუ ის არის გამოყენებადი და ხშირ შემთხვევაში რაღაცა ტიპის ცოდნა და ინფორმაცია უბრალოდ იშლება ტვინიდან იქიდან გამომდინარე, რომ ის არ თვლის ამ ცოდნას საჭიროდ, ფუნქციურად და გამოყენებადად. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გამოვიყენებთ ინტერვალებით გამეორებას, ჩვენ ამ ცოდნას, რომელსაც წავიკითხავთ ან უნივერსიტეტში, ან უბრალოდ საქმისთვის, გადავიტანთ გრძელვადიან მეხსიერებაში და ამ მეთოდზე უკვე მინდა რომ ცხოვად ვისაუბრო. სანამ უშუალოდ ინტერვალებით გამეორებაზე გადავალ და ამ მოდელს გავინახილო, მინდა რომ მისი ისტორია გაგაცნოთ. მე-19 საუკუნეში იყო ესეთი ადამიანი ებინგჰაუზი, გერმანელი მეცნიერი, რომელმაც აღმოაჩინა ის, რომ ადამიანები გარკვეული სტატისტიკით, ასე ვთქვათ, ვივიწყებთ ინფორმაციას და ამას დაარქვა დავიწყების მრუდი, რომელზეც უკვე ვისაუბრებ. დავიწყების მრუდი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვალებით გამეორებაში, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწყების მრუდი გვიჩვენებს თუ რა პერიოდში რა ინფორმაციას კარგავს ტვინი, რა პროცენტულობით, პლუს-მინუს პროცენტულობით და აქედან გამომდინარე, რა პერიოდში რა ინფორმაცია უნდა განვაახლოთ ხოლმე, წავეკითხოთ ხოლმე, გავეცნოთ, ვუყუროთ, მოусმინოთ და ასე შემდეგ იმ ინფორმაციას, რომელიც გვინდა რომ დაგვამახსოვრდეს. რა საჭიროა ამ მოდელის გამოყენება და რა უპირატესობები აქვს მას? პირველ რიგში აღმოაჩინეს, რომ მარკერით გახაზვები, 5 საათი ერთი და იგივე ინფორმაციის კითხვა და ასე შემდეგ დიდად ეფექტური არ არის ტვინისთვის. ის მაინც იწყებს ინფორმაციის დავიწყებას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რაღაცა პერიოდულობის გათვალისწინებით ჩვენ დავიწყებთ ამ ინფორმაციის შეხსენებას ჩვენი ტვინისთვის, მაგ შემთხვევაში ის ჩათვლის ამ ინფორმაციას საჭიროდ, ასე ვთქვათ, გადარჩენისთვის საჭირო ინფორმაციად მიიღებს ამ ცოდნას და შესაბამისად დაიწყებს მის მეხსიერებაში შენახვას. სწორედ ეს არის, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ტრიკი, რომ ტვინი მოვატყუოთ, რომ ოკეი, ეს ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი ტვინისთვის და აუცილებლად უნდა გქონდეს დამახსოვრებული. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ტვინის ნეირონული ქსელები უკვე იწყებენ გააქტიურებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ხშირად პერიოდულად ვიმეორებთ ხოლმე და ვკითხულობთ, ან ვუსმენთ, ან ვუყურებთ და შესაბამისად ეს ნეირონული ქსელები, როგორც მეცნიერები გვეუბნებიან, უფრო აქტიურდება, უფრო ძლიერდება და შესაბამისად დიდი შანსია იმისა, რომ ეს ინფორმაცია ტვინში გრძელვადიანად დარჩეს. მოდი ახლა უშუალოდ გეტყვით იმას, თუ როგორ უნდა გავიმეოროთ ინტერვალებით გამეორების მეშვეობით. როგორც უკვე გითხარით, ინტერვალებით გამეორება ფაქტიურად მიბმული არის დავიწყების მრუდს და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყების მრუდის სტატისტიკის ცოდნაც, რა პერიოდში რა ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ვარდება ჩვენი ტვინიდან, რა ინფორმაცია იცხრირება და აქედან გამომდინარე უკვე ჩვენ ვიწყებთ ამ პერიოდში, როდესაც ასე ვთქვათ, ცოდნის დავარდნა ხდება აქტიურად ჩვენს ტვინში. ზუსტად მაგ მომენტში ვიწყებთ გამეორებას იმ ინფორმაციის, რომელიც გვინდა რომ გრძელვადიან მეხსიერებაში გადავიყვანოთ. პირველი დავიწყების მრუდის მიხედვით ხდება პირველ 24 საათში, ანუ ერთი დღის განმავლობაში წაკითხულიდან ან მოსმენილიდან ჩვენ 50% გვავიწყდება დაახლოებით ინფორმაციის, მასიური გაცხრილვა ხდება ცოდნის და აქედან გამომდინარე ინტერვალებით გამეორების რეკომენდაცია არის, რომ პირველი 24 საათში სასურველია პირველ-მეორე საათს, როცა წავიკითხავთ ან მოусმენთ რაღაცას, მოусმინოთ ხელახლა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ კი არ გადავიმეოროთ წაკითხული ან მოსმენილი ან ყურები ინფორმაცია, არამედ გავაკეთოთ რაღაცა პატარა პაუზა, შესვენება 1 საათიანი ან 2 საათიანი და შემდეგ თავიდან ხელახლა წავიკითხოთ ის ინფორმაცია, რომელიც გვინდა რომ შევინარჩუნოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, დაახლოებით 50% გვავიწყდება ცოდნის წაკითხულიდან 24 საათში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩვენ მოვახდინოთ თავიდან გამეორება იმ ინფორმაციის, რომელიც გვჭირდება გრძელვადიან მეხსიერებაში. ასევე უკვე შეგვიძლია რომ მესამე დღეს გადავიმეოროთ წაკითხული და უფრო კონცენტრირდეთ იმ საკითხებზე, რომელიც უკვე დაგვავიწყდა. ფაქტიურად შემოწმებაც ხდება ამით იმისა, თუ რა წავიდა დავიწყებაში და რა დაგრჩა და ფაქტიურად ახდენის საკუთარი თავის დაკვირვებას, რა არის პრიორიტეტი შენი ტვინისთვის და შემდეგ უკვე იწყებ ტვინის მანიპულირებას, იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა, რომ ოკეი, რაღაცა დეტალები მე გამორჩა და მოდი ამ დეტალებაზე გავამახვილებ ყურადღებას ამ წაკითხვის პერიოდში, შემდეგ უკვე ერთ კვირაში
კვირაშიც ვიმეორებთ, იმიტომ რომ დაახლოებით 30% გვაქვს ერთ კვირაში დარჩენილი იმ ცოდნის, რაც თავდაპირველად წავიკითხეთ და ამით უფრო წევთ ზემოთ მახსოვრობაში იმ ინფორმაციას, რომელიც გვინდა რომ დავიმახსოვროთ და შემდეგ უკვე 2 კვირის თავზეც ვიმეორებთ. სასურველია, რომ ასევე ერთ თვეშიც გაიმეოროთ და წაიკითხოთ იგივე ინფორმაცია, რომ უფრო გამყარდეს ეს ცოდნა, თუმცა ესეც რა თქმა უნდა უკვე დაკვირვების შედეგად შეგიძლიათ რომ გადაამოწმოთ თქვენ თავზე რა მუშაობს, როგორ მუშაობს. ყველა ტვინი მაინც ინდივიდუალურია. მართალია ებინგჰაუზმა გააკეთა საკმაოდ მასშტაბური კვლევები და დაადგინა ეს ზოგადი მოდელი, თუმცა მაინც ყველა ადამიანი ინდივიდი ვართ და ყველა ადამიანი უნდა მივიდგეთ საკუთარ თავს ჩვენებურად. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში გაიმეორეს ებინგჰაუსის კვლევები და ფაქტიურად იგივე რეზულტატი მიიღეს, რაც ებინგჰაუსმა და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს მოდელი მუშაობს და ეს მოდელი საკმაოდ საინტერესო და პრაქტიკული არის. იმედი მაქვს, რომ თქვენს ცხოვრებაში, სწავლის პროცესში, კარიერულ განათლებაში დაგეხმარებათ ეს ცოდნა და გამოიყენებთ მას და იმ შემთხვევაში თუ მოგეწონებათ ეს მოდელი, შეგიძლიათ რომ კომენტარი დამიტოვოთ, თუ რაიმე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ ასევე დამიტოვოთ კომენტარებში და გამომყევით ჩემს არხებზე. დროებით.